მოგესალმებით უფასო მაყურებლებო ყველას, ეს არის არხი როგორ და ეხლა შემოვთავაზებთ ვიდეოს. ესე იგი, რომელი პროგრამა არის ყველაზე საუკეთესო სტრიმერებისთვის და თამაშების ესე იგი ჩასაწერად, ასე რომ ვთქვათ, და ტექტობიდან ამის გადასაღებლად და დღეს ეს ისე ვისაუბრებთ Shadow Play-ზე. გადავწყვიტე გადამიღო მეორე ვიდეო, იმიტომ რომ გამევიდა უკვე 9 ყურა ამ წინა ვიდეოს აგერ მაქვს. იყო ესე იგი ბეტა ტესტირებაში, უნდა გადმოვიწერა ბეტა ვერსია. ეხლა იგი გამოვიდა ოფიციალური ვერსია და არის ძალიან კარგი, ესე იგი აღარ ექნება უკვე ოფიციალური ვერსიას, საკუთარ აღარ აქვს ბაგები და ასე შემდეგ და მუშაობს უფრო კარგად, ამდენ ხანს ნამდვილად ჭედავდა და ასე შემდეგ. ეხლა კი განახებთ როგორ გადმოვიწეროთ ისე ვისაც არ აქვს ნახული. როგორ გადმოვიწეროთ, როგორ დავაყენოთ, როგორ დავაერთოთ ბაგზე და ასე შემდეგ. გააკეთეთ ფუნქციებს, ყველა ფუნქციებს. რაღაცები კიდე გამოვჩანა ვიდეოში და ახლა ამ წუთში ესე იგი პირველ რიგში რომ გადმოვიწეროთ ეს პროგრამა უნდა შევიდეთ. უნდა გქონდეს პირველ რიგში თქვა რომ აღუყუროთ ამ ვიდეოს, უნდა გქონდეს Nvidia-ს ვიდეო კარტა GTX 500 სერიიდან ზემოთ. ესე იგი ნახეთ თქვენი ვიდეო კარტა, აი როგორ ნახოთ ახლა ვიდეო კარტა, ვერ არის და განახებთ. აი ჩავკესოთ ეს, შევაყენებთ და ჩავკეცავ. ესე გვაჭერთ დესკტოპზე, ვაჭერთ მარჯვენა ღილაკს. შევდივართ ეკრანის გაფართოებაში. შემდეგ შევდივართ აი აქ დაპანინტელში ვაჭერთ აი აქ. აი აქ დაგვიწერს რა ვიდეო ვარათი გვაქვს ჩვენ. აი უყურეთ. აი აქ პირველ აქაც Nvidia GeForce GTX 750. ესე იგი აქ უნდა ეწეროს GTX 500-დან ზემოთ არ აქვს მნიშვნელობა 500, 550, 600, 750 არ აქვს მნიშვნელობა, მინიმუმ უნდა იყოს GTX 500 რომ ვისარგებლოთ ამ პროგრამით. შემდეგ შევდივართ Google-ში ამის ბრაუზერი და Google-ავთ, ასე ვთქვათ, Google-ში ვწერთ Nvidia-ს და ვაჭერთ. შევდივართ Nvidia-ს ოფიციალურ საიტზე, Nvidia.1, Nvidia.com არ აქვს მნიშვნელობა. აი ხა ცოტა თამაში ვაყენებ და ამიტომ ჭედავს. როგორც უყურებთ. თამაშების საათი აღარ დაიდობა ამ არხზე, კარგად ვერ მაიცით. გავაკეთე ახალი არხი Gaming Stream-ი. აი აგერ არის, შეგიძლიათ გადახვიდეთ და გამოიწეროთ ეს არხი, ვისაც თამაშები გაინტერესებთ. ეხლა კი აი როცა შევართ ამ საიტზე, ვაჭერთ აი აქ დრაივერი, ვაჭერთ ზაგრუზით დრაივერი. ეს დრაივერი ძალიან დოლოვანი დრაივერი, ინგლისურად თუა, აქ შეყვავს, ესე იგი. GeForce-ზე თუ თავისთავად GeForce-ი, ან თუ გვაქვს Tesla Quattro და ასე შემდეგ. უმეტეს ვარ GeForce ექნება, ახლა რაც არის შემდეგ აქ ვიჩერთ რომელი, ესე იგი თუ არის 500, 600 ან 700, ჩვენ შემთხვევაში არის 700 სერიის. ვიჩერთ 700, ან ჩვენ შემთხვევაში რაც გვაქვს ჩვენ, ასე ვთქვათ თქვენ, ვიჩერთ იმას 500 თუ გვაქვს, ვიჩერთ 500 სერიას. აი 500 სერიას და ასე შემდეგ 600 სერიის თუ არის 600, 650 ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა 600, პირველ წუთში 6 თუ არის ვიჩერთ 6, 7 თუ არის 7, 9 თუ არის 9 და ასე შემდეგ. ნუ 500-ზე დაბლა არ უნდა იყოს. ჩვენ შემთხვევაში ვიჩერთ 700. აი აქ ვიჩერთ ჩვენ ვიდეო ბარას, იქ რომელიც ნახეთ იმ ვიდეო ბარას ვიჩერთ ჩვენ შემთხვევაში არის 750 Ti. აქ ვიჩერთ უკვე Windows, რამდენი ბიტიანი Windows გვაქვს. ეხლა განახეთ როგორ ნახოთ რამდენი ბიტიანი Windows გვაქვს, შეგიძლიათ რომ არ იყოს. აი შევდივართ My Computer-ში, ნუ გინდა ასე იქ აქედან, გინდა შევდივართ აი აქედან, არა აქვს მნიშვნელობა. კომპიუტერში, Windows-ში თუ გვაქვს აი SOS სისტემი, Windows-ში თუ მიახლოვებთ აი აქ იქნება, ნახეთ აი აქ SOS სისტემი. და შევდივართ, შეგვიძლია ასე შევიდეთ, მარჯვენა ღილაკს დავაჭერთ და SOS-ში შევდივართ. და პირდაპირ Windows-ში ჩვენ განახეთ ესე. აი აქ გვიწერს ჩვენ რამდენი ბიტიანი Windows-ი გვიყენია. აი აქ დააკვირდით 64-იანი არის თუ 32 ან 64 იქნება და დააკვირდით აი მახსოვრეთ ჩვენ შემთხვევაში არის 64-იანი. შემდეგ აქ ვიჩერთ უკვე რა Windows-ისა 64-იანი იყენია Windows 8.1. თქვენ რას გიყენებთ ამოვიჩერთ იმას და დააჭერთ აი აქ OS-ს. და დააჭერთ შემდეგ აი აქ, ნუ ეხლა მე არ გადმოვიწერ ნახო, დააჭერ აი გადმოვიწეროს მე დავუშავ. და შემდეგ დააწვევით აქ პრემიანტის გაჩად, ნუ დავეთახოთ და გადმოვიწეროთ. აი გადმოვიწერს, ნუ გავიჭეროთ გადმოვიწეროთ, მაქვს გადმოვიწერილი. და განახეთ ახლა გადმოვიწერეთ ფაილზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ. როგორ დავაყენოთ ასე ვთქვათ. შევიდეთ Windows-ში. აი აქ არის ბოლო ვერსია.
ასე რომ გვიწერს იქნება ეგეთი ფაილი, დაკლიკავთ როჩენ და ფაილი გაიხსნება. თამაშს რო ვაყენებ, ამიტომ ცოტა შეჭედავს კომპიუტერი. აი ესე გაიხსნება და ვაწვევით თუ ვაჭერთ OK-ს. შემდეგ როცა გამოჩნდება ესეთი ფარდა, ვაწვევით აი აქ პრიმაიუ ოპერატორში, ან ინგლისურად თუ არის დააჭერთ ინგლისურად და აი თქვენთან ნუ ავტომატურად იქნება ასე პირველი მონიშნული, დატოვეთ ეს თუ არ არის ეს მონიშნული, მონიშნეთ ეს პირველი აუცილებლად და შემდეგ ვაწვევით დალეიეს. და ველოდებით სანამ დაყენდება. ნუ უკვე მე დაყენებული მაქვს და შემდეგ შეიძლება მოითხოვოს კომპიუტერის გადაჭრილობა, ან შეიძლება არ მოითხოვოს, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც გადაჭრილოთ კომპიუტერი, როცა დაყენდება მიცემთ OK-ს. გადაჭრილოთ კომპიუტერი, მე ახლა ამას გავაუქმებ. შემდეგ აი ესეთი არის გამოჩნდება თან ვექტორზე, ან აქ რომელსაც გადაჭრილობთ, აი აქ იქნება. დააწვევით აი ამას და დააწვევით აი აქ ვეთქვით NVIDIA GeForce Enterprises. ვაწვევით ამას, ან აი ესეთი არის ლიგით, უხედავ ბაგერ არის ბატარეა. აი ესეთი არის ლიგით აქ ვექტორზე დააწვევით იმას, რომ გაიხსნეს NVIDIA GeForce Enterprises-ი. ანუ Shadowplay არის მონტაჟებული ამაში და ეს რომ ცოტა აღარ არის ბეტა ვერსია, არის ოფიციალური ჩვეულებრივი ვერსიაც გამოსული, აღარ ჭედავს, აღარ აქვს ბაგები, მუშაობს ძალიან კარგად, გავტესტე. ეს არის ძალიან კარგი. ნუ შემდეგ თქვენ აქ დაელოდებით და ასკანირებთ თქვენ თამაშებს და მიცემთ დალეეს, ასე რომ ვთქვათ და შემდეგ აი ესეთი ფარდა უკვე როცა გამოჩნდება. აი ვაწვევით აი აქ. შემდეგ შევდივართ ნასტროიკებში. აქ გაგიხსნით ახლა ყველა იმას, ესე იგი სად გაყიდება. აი აქ ვაერთებ ჩვენ შემიძლია ვაერთებ YouTube-ს არქი, აი ჩემი არქი ერთად კანისტრიანი როგორც ვუყურებთ. ნუ ვაჭერთ, აქ რომ დააწვევით, ვაჭერთ ხოც. აი Twitch-ზე განახევთ, Twitch-ის არქის მიერთება შეგიძლიათ. ვაქვს Twitch-ი არქი. ხოც ვაწვევით. ამოშტებ ახლა ფარდა აქ შეყვას. ჩვენი ესე იგი ლოგინი და პაროლი, ნუ YouTube-ის შემთხვევაში email და პაროლი. და შემდეგ ვაწვევით OK-ს, ვეთანხმებით, ახლა გავთიშავთ არ მინდა, მაგრამ ალბათ გაიგეთ, აერთებთ თქვენ არხს, მინდა ესე იგი ონლაინ სტრიმებში სტრიმები რომ გადაიღოთ. აი აქ ყიდება, ესე აქ ყიდება ინდიკატორი, ეს წვანეთ თუ არა ინდიკატორი, ესე იგი ვართ ონლაინში, როცა ჩავთვალ ვიდეოს, ეს ვიდეოში არ ჩანს, შემდეგ როცა ვიდეოს ხალხი უყურებს, ასე ვთქვათ YouTube-ზე, ან ვიდეოს იღებთ. შემდეგ არის ეს დაჩიკი FPS გვინახავს, ნუ აქ მითითებთ რომ ეკუთხეში სათინდებს გემოვნებაზე, ეს მესამე აქტივდება, არ ვეხებით. ნუ აქ არის ცხელი კლავიშები, ასე ვთქვათ, ვაყენებთ ჩვენ გემოზე, აი მაგალითად F8 არის ონლაინ სტრიმის ჩართვა, პირდაპირ დააწვევით Alt და F8-ს, ჩაერთება ონლაინში, ესე იგი სამიერთებთ თქვენ არხს, ჩაერთება პირდაპირ სტრიმი. და ისევ თუ დააწვევით Alt და F8-ს, გამოირთება, აქ არის დაპაუზება და ისევ გაგრძელება Alt F7 და ასე შემდეგ, ნუ აქ ალბათ გაიგებთ ნარჩენში პლუს ამას შეგიძლიათ უბრალოდ საერთოდ ვიდეოს ადმინას სტრიმი Alt F8, Alt F9 კათიშვა. ნუ ეს სახვატი, ესე იგი Alt F1 არის სურათის სკრინშოტი რომ გადავიღოთ. ახლა გამოვიდეთ აქედან, ესე იგი დანჩის ალბათ გაიგებთ, ნუ ზაპის აქ შევდივართ, აქ მითითებთ აბკათ რაც გვინდა რომ შეინახოს ჩვენი გადაღებული ვიდეოები, როცა ვიღებთ უკვე აქ ჩვენ ეკრანზე რაც ხდება და ესე იგი ონლაინ ტრანსლაციას არ ვაკეთებ და ისე ვიღებთ თამაშს ჩვენ კომპიუტერში, იმ შემთხვევაში ვთითებთ აბკათ რაც შეინახოს ჩვენი თამაში. ნუ აქ რეჟიმ ტრანსლაციაში შევდივართ, აქ ვთითებთ YouTube-ე თუ უნდა YouTube-ს, Twitch-ი თუ უნდა Twitch-ს. და მეტი აქ არაფერი არ არის, თუ გინდა ტრანსლირებად, მიცემთ და უკვე ტრანსლაცია აღარ იქნება საერთოდ ამას დააყენებთ. ნუ აქ გალერეა არის, ეს არაფერი არ არის ისეთი, ნასტროიკა კონფიდენციალურში შევდივართ, აქ იქნება და თუ არ არის დააყენება. და ეს, ნუ აქ უკვე მოჩა ნასტროიკები, ვაჭერთ გოტოვოს შემდეგ. აი აქ უკვე ვიჩერთ ჩვენ მიკროფონს, აი შევდივართ ნასტროიკებში, თუ ორი მიკროფონი გვაქვს. ვიჩერთ ორს, რომელიც ჩვენ გვინდა იმ შემთხვევაში აქ ვიწერთ მიკროფონის ხმას, აქ თუ გვინდა ესე იგი რომ ჩვენი ხმა ისმოდეს უფრო ხლამაღლად, ვუმატებთ, ნუ ამას ტესტავთ უკვე როგორც უფრო კარგი იქნება, გაჩერა მიკროფონი გაქვთ და ვაჭერთ სახანით. აქ ეს კამერა თუ გვინდა, ესე იგი შევთავთ კამერას, თუ კამერაზე ამოირჩევთ კამერას, ნუ გამორჩეული მაგ დამტო შევიდა პირდაპირ ჩავთო კამერა.
და გათიშავ ჩართვას რა, გათიშავ ჩართვა. ესე კამერით ჩართვა გამორთვა. ეს არის ზაპის, ნუ შეგიძლიათ აქ თუ ვერ იმახსოვროთ, მაგალითად ცხელ კლავიშებს Alt F8 Alt F7 და შემდეგ პირდაპირ გახსნით, ესე იგი ამას და პირდაპირ დააწვევით აი აქ, დააწვევით პუსკ და დაიწყება ესე ონლაინ სტრიმი. ამას თუ დააწვევით, დაიწყება ესე იგი ეკრანის ჩაწერა. თამაში იქნება თუ რა იქნება ეკრანზე რა გვიშულობა. და ამას თუ დააწვევით, ამას თუ ჩართავთ, აი ეს შეგიძლიათ ჩართოთ, აი უბრალოდ მე ჩართავ ახლა ეს რას აკეთებს. ეს მაგალითად თქვენ ახლა როცა ჩავხდე, აი უბრალოდ ეს არის ჩართული. ეს თქვენ არ გაწუხებთ, აი ამას თიშავთ ეს რატომ არის კარგი ეს ახლა ვიდეოში წინა ვიდეოში. მაგალითად ჩვენ თამაშობთ რამე თამაშს უბრალოდ თამაშობთ კომპიუტერში ჩვენ თუ თამაშს და ბრახ კომპიუტერში ესე ამ თამაში რაღაცა გამოგვიდა ძალიან მაგრად და ვახ ამდოს ვფიქრეთ ეს ჩაგვეწერაო და აი ამით არის ეს კარგი, ესე იგი ეს ავტომატიურად თქვენ ვერ გებულობთ ესე იგი 20 წუთით უკან ყოველთვის შეგიძლიათ დააწვეთ ესე იგი ცხელ კლავიშას ასე რომ ვთქვათ აი ან აქ თუ არის ცხელი კლავიში ესე გახსნით ამას და დააწვევით აი ამას ახრანით მიცემთ და ესე იგი ბოლო 20 წუთის მანძილზე თუ თამაშს თამაშობთ ან რასაც აკეთებთ თქვენ კომპიუტერში ბოლო 20 წუთის უკანა 20 წუთის მანძილზე ყველაფერს იმახსოვრებს და ესე გააკეთებს თუ მიცემთ სოხანით უკანა 20 წუთით ასე რომ ვთქვათ დაამახსოვროს უცბად ვიდეოს გაიგეთებთ არის ძალიან კარგი ფუნქცია ეს მაგალითად თამაში თამაში და რაც გამოგივიდათ მაგრამ თამაში და ეს რატომ არ გადავიღო უცბად გახსნით ამას დააწვევით სოხანით და 20 წუთის მანძილზე თუ რასაც თამაშობთ უკან იმას ავტომატურად გაიგეთებთ ვიდეოდ და შემდეგ აღმოჩნდეთ კომენტებს ან როგორც გინდათ ის რა გიშლება ახლა მე ამას გამოვთავ ეს ამჭირდება ну ეს არის ყველა ფუნქციები ამისი ალბათ აქ რთული არაფერია ანუ ტრანსლაციაში შევიდეთ აქ ნასტროიკებში ეს გამოჭა აქ უკვე ვაყენებთ ესე იგი ხარისხს მე მაქვს დაყენებული აი ульტრაზე თქვენ შეგიძლიათ დაყენოთ დაბალი ხარისხი გაშენ რა ინტერნეტი გაქვთ რა ვიდეო ბარათი გაქვთ ასე რა გამონაცემები კომპიუტერის იმის მიხედვით ესე იგი მე ვიყენია ახლა ульტრაზე ასე რომ ვთქვათ მაქსიმალური ну ეს მოვკრით ცოტა სიჩქარე მაქვს 7 მეგაბიტი 8 მეგაბიტი საშუალოდ ამიტომ ვიყენია 7-ზე ეს მეგაბიტი წამში სკორას გადაცემას ჩაეწერა გადაცემა ინტერნეტის რამდენი ინტერნეტის იმის მიხედვით თუ სუსტი კომპიუტერი აქვს დააყენეთ საშუალო თუ ნორმალური კომპიუტერი გაქვთ კარგი დააყენეთ მაღალი ან ультра ну მაგას დააყენეთ იქნება ერთი ხარისხში თუ ульტრას დააყენეთ იქნება ესე full HD-ში თქვენი ვიდეო აქ შეგიძლიათ შეცვალოთ FPS-ი დააყენოთ 30 FPS-ი ან 60 FPS-ი როგორც უნდა იხადებათ ნახეთ როგორ აჯობებს თქვენთვის როგორ კარგად შეიწერს ვიდეოს გატესტეთ და იმის მიხედვით მე თქვენ დააყენეთ როგორც უნდა იხადებათ და შემდეგ ვაჭერთ აქ სოხანი აი ეს არის სულ აქ არის უკვე ყველაფერი ესე გასწორებული აი ეს როცა გავთიშოთ და რაღაც კაცად ვაწვევით Alt და Z-ს ნახეთ აი Alt Z-ს დავაწექი და ეგრევე გამოდის ეს და აქედან ჩავხსოვთ უკვე ტრანსლაცია თუ ვერ იმახსოვრეთ ცხელ კლავიშებს დაიმახსოვრეთ უბრალოდ Alt და Z და ეს გათიშულის ოქონდეს ასე მაგალითად ოქონდეს გახსნილი ეს YouTube-ს არქი და რამე ჩაწერა გინდა აი Alt და Z-ს ვაჭერთ ან თამაში გამოდის და შემდეგ შეგვიძლია ჩავიწეროთ უბრალოდ ან ტრანსლაცია გუშვათ სტრიმი ასე ვთქვათ YouTube-ზე აი ეს იყო მე მგონი სრულად უკვე აგიხსენეთ აქ ყველაფერი ნასტროიკებში როგორ არის რა არის მე მგონი არაფერი არ გამომჩა თუ რამე შემდეგ გამახსენდა კიდევ აუცილებლად დავამატებ კომენტარებში ან ანოტაციას დავაწყობ ვიდეოს ესე იგი თუ მეგეწონათ ვიდეო დალაიქეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ არ ხართ ჩვენი არხი გამომწერი დაწერეთ კომენტარებში თუ რამე ვერ გაიგეთ და ასე შემდეგ ეხლა კი ამით გემშვიდობებით თვითფასო მეგობრებო და არხის გამომწერებო აპატროებით მომართ შეხვედრამდე